გამარჯობათ. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი და ჩვენ შოუ ბიზნესში მომხდარ ცხელ ინფორმაციებს გაგაცნობთ. კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფოლკლორული ანსამბლ კვინტეტი ურმულის კონცერტი შედგა. კონსერვატორიაში უამრავ უცხოელსა და იმ ადამიანს მოეყარა თავი, ვისაც კარგად ესმის და უყვარს ქართული ფოლკლორული მუსიკა. კვინტეტი ურმულის შემოქმედებას ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება, ამიტომ ვნახოთ სიუჟეტი. ჩვენ კი ჩაგვიტარებია სოლო კონცერტები სხვადასხვა ასე ვთქვათ ორგანიზაციებში, მაგრამ აი ესეთი მასშტაბური პირველად არის კონსერვატორიაში, ხო? თავისთავად ღელავთ, იმიტომ რომ ყველაზე კრიტიკული და ყველაზე ასე ვთქვათ სწორი შემფასებელი ქართველი მსმენელი ამ შემთხვევაში ერთი ამას ვთქვი ჩაიარა კონცერტმა და ამეთახმებით ალბათ და აი რა ბედნიერია ყველა და გახარებული და მონატრებული რასთავარია. როგორი ამოუწურავია ქართული ხალხური ინსტრუმენტები თქვენთან დაარწმუნდით. რამხელა შესაძლებლობები აქვს და რამხელა მუსიკოსები არიან ჩვენი მეგობრები. ჩემთვის მაინც მთავარი ის იყო, რომ მე ვნახე ძალიან შესანიშნავი შეკრული კოლექტივი და გაიგონოს ყველას გასაგულოდ ლაპარაკობ ამას, ყველამ კარგად გაიგოს ყურიანი ხალხი. ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ანაჰაიმში მუსიკალური საკრავებისა და ნაწარმოებების პრესტიჟული 101 გამოფენა NAME Show შედგა. გამოფენას 65,000-მდე ადამიანი ესწრებოდა და ჩვენთვის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ექსპერტად საქართველოდან მიწვეული იყო ბატონი თემურ ყვითელაშვილი. NAME Show-ზე გამოფენის გარდა საქველმოქმედო კონცერტების ჩატარდა, რომელშიც მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები რეი ჩარლზი, ემი გრანტი და ნიკა კოსტა მონაწილეობდნენ. ჯერჯერობით ბატონი თემური საქართველოში არ დაბრუნებულა. ინფორმატორი მის ჩამოსვლისთანავე NAME Show-ს შესახებ უფრო ვრცელ და დაწვრილებით სიუჟეტს შემოგთავაზებთ.
ქართულ მსმენელს ქართველი შემსრულებლები მოწყენის საშუალებას არ აძლევენ და ახალ-ახალ სიმღერებს თავაზობენ. ამჯერად ჯგუფი ინტრო და ქეთა თოფურია შეიკრიბნენ და ახალი სიმღერის ჩაწერა დაიწყეს. ფონოგრამის ნაწილი. ხო, რა და მარტო პატარა ნაწილი ვიჭი ხო. დანარჩენი ხა არის რაღაც შავი მასალა ჩაწერილი, მაგრამ ნუ აი ეს ეხა დუეტთან დაკავშირებით ვილაპარაკობ, ხო რა. სიმღერა დავწერეთ ჩვენ. საერთოდ იდეა წამოვიდა, არ მახსოვს, რაღაც ერთობლივი იდეა იყო, რატომღაც მოგვივიდა აზრად, რომ ჩაგვეწერა, ხო, დუეტი და სიმღერა ჩვენია, ტექსტიც ჩვენია და რა ვიცი, აი მუშაობთ ეხა ერთობლივად ამის ჩაწერაზე, ამუშავებაზე, დაბალანსებაზე და ყველაფერზე. კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ. აი ხა ახლო მომავალში უკვე დავიწყებ გადაღებას. უკვე და ნუ ამის წინასწარ თქმაც არ გვინდა, მაგრამ ალბათ თებერვლის ბოლოს იქნება უკვე კლიპი. ჯიბის თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობენ. სპექტაკლის რეჟისორი ლელა ჭინჭარაულია. სცენარზე კი სამმა ადამიანმა იმუშავა. ბასა ჯანიკაშვილმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა. აი აქამდე წაშალი. ასე წერდა ესენი შლიან. აი რა დღეს შლიან. ალო. გამარჯობა. ბატონო? ხო, თეონა, როგორ ახარ? ბატონო. ნინოს კუდი გადაიღეთ. აი თავარი. ისა რა ქვია? რა რეკუდა? რეკუს და წამოვიდა სხვა. აი ესეთი კუდი თუ არის რესპუბლიკაში. არა რას. ხო, კარგი. ირინა. მო გახდი და ჩამოდენ. ბასამ დარეკა და იმის მაგრამ ძალიქო გამოეგზავნა. სამი პიესაა ბასა ჯანიკაშვილის ქვია მეზობლები, ლაშა ბუღაძის ქვია ზაზა კოშკაძის ნებანი და ჩემ პიესას ქვია მწვანე ჰორიზონტი. და ყველა საინტერესო ის არის, რომ სამი ახალგაზრდა თანამედროვე დრამატურგი ერთ სივრცეში მოგწანო მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, რომ ერთმანეთის მიმდევრობით შეაფასოს სამი სპექტაკლი და ერთმანეთს საკმაოდ აწონა სწორებს, რატომ მომეწონა ამ სამის შეერთება. ქართული რეჟისორები სულ წუწუნებენ, რომ არ არის ქართული პიესები და დედამ აღმოაჩინეს სამი ერთდროულად. ისე იგი არის ხა ლაპარაკი ასაკულებაზე არ არის კაი პიესები თუ ცუდი, მაგრამ რო არსებობენ ქართული ავტორები, ვინც ქართულ პიესებს წერენ, ეს ფაქტია და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ერთს კი არა ერთდროულად სამ პიესას გავს და